რატომ ცდილობთ? არ ვცდილობ. რასაც ჩაგძახებენ, ის ამოიძახოთ სასამართლო. კი, ზუსტად ეგ არის იურისტობა. შეიძლება სამართლის დანაშაული როაც ჩვენება სასამართლოზე, იცით? გაქვთ ინფორმაცია? ყველაფერზე გვაქვს ინფორმაცია. ეს თავში საპროტესტო აქცია. ის გაწოლმანწილები ერთ-ერთი პიროვნება ალექსანდრე კაშელაშვილი, უხეში ფორმით გამოხატვა და კერძოდ იგინებოდა და ეკონცეპტოდა მის სამართალ და ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. პოლიციის კორდონის გარღვევას როდესაც ცდილობდა, იქ ყოფილი პოლიციის წარმომადგენლები მიუთითებდნენ იმაზე, რომ შეუწყვეტ აღნიშნული მოქმედება, თუმცა არ დაემორჩილა. I am ხმაურის პროექტთან გაიგონე ბატონი ალექსანდრის და და რასიტყვები იყო, სიტყვების თქმას არ გეუბნებით? წინ ორგანიზაციაში ძირითადად მანქანებია ყველაფერი და მასობრივ შეძახილებზე აყოლანა. შეიძლება ვთქვათ, მაგრამ სახეს ეხა ბატონს ხდებში წვერებით იყო თუ როგორია? თუ წვერების გარეშე იყო სწორად მახსოვს წვერი ჰქონდა. წვერი ჰქონდა. კი ბატონო, გასაგებია. წვერი ჰქონდაო და ვიზუალურად ამით როგორც მახსოვს, რაღაც დონეზე წვერი ჰქონდა. კი ბატონო. და ეს დინებასთან დაკავშირებით დავბრუნდეთ. როდესაც ალექსანდრეს ხედავთ, მისი ხმა გამოარჩიეთ, ხმა გესმოდათ თუ მაგალითად პირის მოძრაობა დაინახეთ და პირის მოძრაობა. ბევრი ადამიანის ძრობა ბატონ ალექსანდრეს მათ შორის ალექსანდრეს. ზუსტად ახსოვთ რომ ბატონ ალექსანდრეს მიწევმოწევა იყო. მიწევმოწევა იყო თუ კორდონის გარღვევას ცდილობდა? ხო, მოვიდა კორდონთან, კორდონიდან გადასვლას ცდილობდა უკანა მხარეს, შესაბამისად მოუწოდეს თანამშრომლებმა რომ მე გადავიდოდა და იყო როგორ გითხრათ ახლა გაწევა გამოწევა და კორდონი ეხლა თქვენ უშუალოდ შეძახათ დაკავების როგორ მოხდა, ხო? დაკავება როგორ მოხდა, ხო შეესწრაფეთ? ფიზიკური როგორ კი, შეგიძლია სასამართლოს აღწერა როგორ მოხდა დაკავება და რა ხდებოდა დაკავების დროს. სანამ თქვენ მიიღებთ თქვენ მიხვდებოდი და ხედავთ ამ პროცესს, ხო? კი. ახლა რო გითხრათ რა ხდებოდა? ცერტ როდესაც მას ჩაავდეს ხელი და წამოიყვანეს, გარკვეული პერიოდი იგი ჩემი თვალსაჩინოდან გაქრა, ვეღარ შემდეგ გამოიარა გარკვეული ნაკადში პოლიციებთან და შემდეგ უკვე ხედავით და გავყევით. ხო, რამოდენიმე მეტი შემოყვებოდი, მოკლედ სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებსაც მოყავდათ და მასთან უკვე ამერიკაში ხასეთ ყავს საბატონო პოლიციის და მას უკვე შევხვდი ბატონ ალექსანდრეს. ბატონ ალექსანდრეს დაახლოებით რა დროის განმავლობაში ხედავდით? ანუ ნაირად ჟურნალისტია, ყოველთვის წინა მხარეს ცდილობდა რომ ყოფილიყო. მე რო ჩამოვედი მაგ პერიოდში დაახლოებით 10 წუთამდე მაინც. თქვენ საერთოდ ბატონი ალექსანდრე ჟურნალისტია. ანუ ვინაიდან აქციაზე ხშირად ვართ თანამშრომლები, თითქოს ჟურნალისტების სახეები მარტივი ის არის. ესე იგი თქვენ პერიოდში ალექსანდრე ჟურნალისტია. არა, იმ პერიოდში, არა, კონკრეტულ პერიოდში არა, ეს უკვე რომ გავიგე იქიდან გამომდინარე გეუბნები. იმ მომენტში ზუსტად ანუ ყველა პიროვნება არ იყო ისეთი ახმადი, იმ ვინაიდან სიგნალი იყო, ახმადი არ იყო, კარგად. ჟურნალისტი იყო თუ არა. თქვენ რაიმე ნიშანი ამოსაცნობი ბატონ ალექსანდრეს თუ შენიშნეთ, რომ ის იყო ჟურნალისტი. ან ხომ არ ვთქვათ მაგალითად ჟურნალისტი. არა, მე ისეთ ნიშანი არ აქვს. ხომ არ ვთქვათ ჟურნალისტი. ესაც ალექსანდრე ინტერესებდა ნახეთ აი ჩაფუჭი როგორც თქვენ აი Начинал свой помощник, самый крупный вообще, самый отряд вот это, с гамма-манипуляцией, красивый, что еще не
მე თქვენის ნებართვით მეტი თვალსაჩინოებისთვის პირველად რამდენიმე სიტყვას ვიტყვი მეკეტერებით, რაც იქ მეკეთა, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს. მე დაახლოებით მე მართლაც შევხვდი ბატონ თამას, მაგრამ მე შევხვდი მას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამირყმენო პირებმა მცემეს და გადამიყვანეს პარლამენტის უკან. ან შენობის სულ სხვა მხარეს 9 აპრილის ქუჩაზე შევხვდი და როგორც თავად აღნიშნა, იქ გადაიბარა მან ჩემი საქმე და მას მართლაც ვერ იტყოდა რომ მეკეთა აიწინაღე, იმიტომ რომ მას მართლა აღარ უნახევარი იქ აიწინაღე და რაღაც პრესპარატი აღარ მეკეთა, იმიტომ რომ ისიც მომაგვლიჯეს იქ დაკავებისას. მე იქ მხოლოდ ვეუბნებოდი დამკავებელ და შემბოჭაპირებსაც, რომ ვარ ჟურნალისტი და რომ იყო შეცდომა. მინდა გაჩვენოთ ის კადრები, თუ შეიძლება გავჩერდეთ რა, რომ უფრო მეტად მოსახერხებელია. ხო, მე გაჩვენებთ იმ კადრებს, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე არის გადაღებული, სანამ ლექსოს დააკავებდნენ. მას უკეთი აირწინაღი, ჩაფხუტი, 2 ფოტოაპარატი და პრესის ბარათი. თქვენ კიდე ამოხდო პირის მოძრაობით შეძელით, რომ ამოგეცნოთ, რომ ის როგორ იგინებოდა. რატომ ცდილობთ? არ ვცრობ. რატო პირის მოძრაობით. არა, იმიტომ რომ პირის მოძრაობით ამოვიცანიო და აირწინა. შეკითხოს მისვათ თუ ხარ ახლა? ლექსოს კოლეგავა, რომელიც ისე სცემეს, რომ ოპერაცია დასჭირდა, სახეცვლები ქონდა ჩამწრეული, მაგრამ გაჩერდით თუ შეიძლება და მიპასუხეთ კითხვაზე, როგორ აირწინაღი უკეთია. შესაძლებელია მომენტებში მოიხსნა. არა, კადრებში, კადრებში ჩანს, როგორ მოხსნეს პოლიციელებმა აირწინები და როგორ აირწინაღი როგორ უკეს აირწინაღი, ეს ჩანს კადრებში. თქვენ ამბობთ რომ მიყვებოდით, მას როგორ დააკავეს. შეგიძლიათ რო ურტყავდნენ ლექსოს რო ურტყავდნენ თქვენ სადიყავთ ჩაფხუტი და აირწინაღი. აბა თუ მანძილი იყო შორი, მაშინ რო იგინებოდა და პირის მოძრაობით რო გინება ამოიცანით, ეს როგორ ანუ აუცილებლად ყველა დეტალი უნდა შემენიშნა დასაცმელის? არა, პირის მოძრაობა როგორ დაინახეთ აირწინაღში, ეს მაინტერესებს. გინება ხმა ისმოდა მეთქი გითხარით. ხმა როგორ ისმოდა? მთელი სახი აქვს ადამიანს დაფარული და მათ შორის ჩაფხუტის უკეთია. გავიგეთ. ასევე რომ იყვებოდით ლექსოს რო დააკავებოდა შებოჭილი რო იყო. ურტყავდნენ, მასთან ის კადრები არსებობს. მათ შორის ჩაფხუტს ურტყავდნენ თავს და მუშტებს ურტყავდნენ თქვენ ამ დროს. შორი ახლოს მიყვებოდი და არ დამინახავს რომ. და აი შორი ახლოს რომ უთვალთვალებდით ლექსოს რო ხედავდით როგორ იგინებოდა თქვენი თქმით, ხომ? მაშინ ქონდა ჩაწითლებები? და მე მანქანაში რომ მოგიყვანეს და მაშინ ჩაწითლებები მქონდა. ეს არ იკითხეთ საიდან გაქვსო? შესაძლოა დაკავების დროს მეიღო. თვითონ იძახდა რომ ცემესო და მე არ მithყობს არაფერი რომ რაღაცა ცემეს ან რა ჩაწითლება იყო მაგაზე მე დასკვნას ხო ვერ დავდებდი მექიმი ხო არა ვარ. არა. არ დაგინახავთ ცემა? ცემეს რო? დაინახეთ რო ცემდნენ? არა, არ დამინახავს. აი მეორედ იგინებოდა? კი. კორდონსაც არ ღვევდა? დიახ. შეიძლება სამართლის დანაშაული როაც შუჩვენება სასამართლოზე იცით? გაქვთ ინფორმაცია? ყველაფერზე გვაქვს ინფორმაცია. რატო იტყუებით? არ ვიტყუებით. მოგწამებ დაკეცი. მოწმერო ხართ, ნახეთ რომ ნაცემი იყო თუ არ იყო? არა, არ მინახავ. არ გინახავთ? სახეზე არაფერი არ ეტყობოდა, ხო? დაკავებაც არ მინახავს. დაკავებაც არ გინახავთ. აბა რა რის მოწმე ხართ? რაც დაარღვია, გითხარი და ერთი და იგივეს მიკითხები და მიმეორი. კადრები, ვიდეო კადრები არ მოგიწევდეთ სამ პროცესზე მოხვიდოდით. არ მსურს კომენტარის გაკეთება. ვიდეო კადრები, ისე ვიგინდაზე ხართ. ისე ვიგინდაზე ხართ, რაც პროცესის დაწყებამდე და არ მსურს კომენტარის გაკეთება. ნუ მიღებთ რა თუ შეიძლება სასამართლო დარბაზში გადაღება არ შეიძლება. თქვენს უკან იღებთ. ტყუილი შეიძლება შუჩვენება შეიძლება. არ მიმიცემეთ. ერთ წუთით ერთ განმარტებას გაკეთებ თუ შეიძლება. არ ვიცი ვინ გადაწყვიტა რომ შუჩვენება მივეც მე ვარ იურისტი. არა ერთი წუთით. მე ვარ ერთი წუთით. ერთ წუთით. არა მე რასაც გეტყვით ის პასუხი მიიღეთ მე ვარ იურისტი. დიახ, იურისტი. იურისტის რა ვალდებულებებიც აკისრია, არ ვიცი იცით თუ არა. ანუ ჩაგძახებენ ის ამოიძახოთ სასამართლო კი, პროცესზე. ზუსტად ეგ არის იურისტობა. იურისტობა არის ის რომ უნდა დაიცვა მხარე. აქ მხარე უნდა დაიცოთ თუ თქვენ სამართალი უნდა დაიცოთ? არა, იურისტებს სამართლის დაცვა კი არ ევალებათ, იურისტებს ევალებათ. მხარე როც ხარის სამართლის ნორმების დაცვით დაცვა. ეს გვევალება იურისტებს. მე ჩემი პირადი აზრი აქ არ გამიჟღერებია.
ნახეთ, მე პოზიციას ვაჭყერებ. ოქმი რაც ეწერა ნანახი რომ მქონდა ზუსტად იგივე წერია ოქმში. მე ვალდებულება მაქვს, ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს. ვიდეო კადრებიო მოვიძიო და არის. ნახეთ, აი ამ შემთხვევაში მოიძიეთ თუ უბრალოდ შაბლონი. ნახეთ, არაფერი შაბლონი არ მithქვამს, ვიდეო კამერები სამხრეთზე მკითხეს და სამხრე მოძიებული იქნა და პოლიციელებაც გამარტოს რომ არ არსებობდა. არაფერი მე რა უნდა მომეძიებინა თქვენ ვინ ხართ საერთოდ რომ მავალდებულებს რომ რამე მე კითხვებს გისვავთ ეხლა და მე თქვენ გამოგებულებას რომ ვასრულებ დაგიშავეთ რამე თქვენ პირადად მე კითხვების დასმა დაშავება არ არის თავდასხმა არ არის კითხვების როცა არ სურს პასუხების არა აგზერებ დაშავება არა მე გეუბნებით რომ დამანებოთ თავი არ მანებებ რა დააშავეთ გეტყვით თქვენ მაუწყებთ თქვენ არ მაინტერესებს ბატონო არ მაინტერესებს ბატონო ეს არ არის ცემეს ჩვენთან